მესამე ვიდეო სტუდიაში უკვე 10-ნი ვართ თუ 8-ნი. დიდი მადლობა ყველას. აქედან ალბათ 1-4-5 ჩემი ოჯახის წევრი იქნება. წინა ვიდეოებში ვთქვი, რომ ჩემი ხმა თქვენამდე კარგად არ მოდის თქო და ჩემმა ქმარმა უყურა ამ ვიდეოს. ხო გეუბნებით მარტო ოჯახის წევრები მიყურებენ თქო და მიყიდა. ძალიან გამიხარდა. კეთათო რაც გავაჩინე, აღარ გამიკეთებია ანალიზები, არ მქონდა დრო და მივდივარ რომ გავიკეთო ანალიზები, რომ შევამოწმო ჩემი ორგანიზმი. ტელეფონის ხელში ჭერა არ მეყოფოდა. ახლა უკვე ესეც დამემატა. ჩემი კადრები ყანყალებს და ჩემი მეგობარი სულ მეჩხუბება და ჯოზეფ არ მეჩხუბო. 9 საათი მაქვს და ვტკბები მზით, რომელიც კაკლის ხიდან მანათებს. გუშინ მოვიშორე შილაკი და ბოლომდე ვერც მოვიშორე კეთათო მარმაცადი. სუდროის დეფიციტი მაქვს, არაფერს საინტერესო არ ხდება ჩემ ცხოვრებაში, არც მიკვირს რომ 10-ნი ვართ. ჯობდა YouTube ბევრად უფრო ადრე დამეწყო. ვერც აი ამას ვერ მივეჩვიე. ბოდიშით გადაბრუნა კამერა ბოდიში რა. რაც არის ეს არის. მიყვარს ეს საქმე, მიყვარს ვიდეოების გადაღება და ამას ვაკეთებ მთელი სიამოვნებით. არ ვიცი რამდენად კარგად გამომდის, ხანდახან რო ჩავრთავ ხოლმე ტელევიზორს და ვუყურებ YouTube-ს. მეთქი მესადობანაობ და ხალხისად. მაგრამ მაინც არა უშავს. სიკოფეში უყვახარ, სენც გიყვარს და ეხუტები. ლეთქო წაეხუტე მიდი. მიდი წაეხუტე ხოსელოიცი მიდი. მიდი წაეხუტე წაეხუტე. აკეთებდნენ ხოლმე ძალიან გემრიელ აჭარულ ხაჭაპურს, მამაჩემს დავყავდი ბავშვობაში. ხუთი კაცი მუშაობდა და იყო გემრიელი ეს. ბავშვობაში ყველაზე მეტად მიყვარდა აჭარული ხაჭაპური და რაც გავიზარდე, კარგი მეგობარი მირჩევია. ანალიზების პასუხები მომივიდა, ყველაფერი მწყობრში მაქვს გარდა კოალოგრამის პასუხისა. არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ვენები ცოტათი აქა-იქ მეტყობა. მთელი 9 თვე ისე გავატარე, რომ არც ერთი ვიტამინი არ დამჭირვებია, მაგრამ სისხლის შესქელებამ დამტანჯა. იმდენად მისქელდებოდა, რომ წამალთან ერთად ნემსაც კი ვიკეთებდი. დანიშნულება მომივიდა, სადაც მიწერია ვენებისთვის თბილი აბაზანა დღეში 2-ჯერ 4 წუთი. თან ორსულობის მე-6 თვიდან დამეწყო ლიმონის არანორმალური სიყვარული. ვერ გეტყვით რა რაოდენობით ვჭამდი, კანიანად ვაშლივით. ჩემმა კუჭმა ამდენს როგორ გაუძლო არ ვიცი. ჩემი რჩევა იქნება ყველა ორსულისთვის, რომ გინეკოლოგის გარდა ორსულობა აკონტროლებინეთ ენდოკრინოლოგსა და ჰემატოლოგს.
ძირითად ნაადრევ მოშლას იწვევს ჭიყვის პრობლემები და ასევე ძალიან ხშირია ნაყოფის დათრომბვა. საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, რომ მე არასდროს მქონია სისხლის შესქელების პრობლემა, არც ჭიყვის პრობლემა, მაგრამ მეოთხე თვიდან დამჭერდა იოდის ჩართულობა და ჰემატოლოგთან რო არ მევლო, ჩემი ვენები ახლა რა მდგომარეობაში იქნებოდა, წარმოდგენაც არ მინდა. თუ ჩემი ეს პრობლემა წამლებით არ ალაგდა, ვაპირებ რომ გავიკეთო ლაზერული ოპერაცია. ძალიან კი მეზარება, მაგრამ მირჩევნია ეხლა შევიქმნა დისკომფორტი, ვიდრე მერე ასაკში შემაწუხოს. ასევე მე არ მქონია ეს პრობლემა, მაგრამ თუ გაწუხებთ ჰემოროიდული ან მხედველობის პრობლემები, შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციის გარეშე არ გადაწყვიტოთ ბუნებრივი მშობიარობა. ორივე შემთხვევაში ჭინთვებმა შეიძლება გამოიწვიოს გართულება და დაგჭირდეთ შემდგომ ოპერაცია ან მთელი ცხოვრება სათვალისწარება. უხის ფაფა. ეს რა ხმა იყო? კმაყოფილების ხმა იყო? კმაყოფილია ქეთათო ვინიპუხის ფაფით? ემუ ჩამომივიდა ღამოთი. ეს გახსნილი ლატო ვალის ითამასა ვინმე ბავშვმა საზღვარზე? დაიმე. მე მგავსდეს. საჩუქრად რომ მინდოდა, ესეთი დაბრდუნილი რო ჩამოვარ არის. ესეთი სავი ქვედაბოლოა სტანდარტული. აუ ესე განზე გადაღება რა სუგია რა. არ ჩანს არაფერი. საწავიღო ხა ეს კამერა. კიდე ჩამომივიდა ჩექმები. ჩექმებიან აუ რა კაი ხარის ხია. ეს არის აი სუსაწურებს რო ვეძებ ხოლმე, ესე გაუკეთებ ქვაბს ან ტაფას. ტაფა ქვაბს უბრალოდ ტაფაზე უნდა გადავწუროთ ხალხოთი და წყალს გადავასხავთ. თემურამ მაჩუკა. ეს არის ლაინერის წასასობი. და დამაინტერესა, რამდენად კარგი იქნება, იმიტომ რომ ლაინერის მოსი ხალხო. მიმის რა ქვია, ტონალურის. მე თუნჯისთვის მე ტონალურის პუნჯები არ მომწონს. ახალი თურთ. და ნახოთ რამდენად კალვი იქნება. ქათათო ერთი წამით. მოუძრია გოგო სათამაშო და პირველად მაგიტო მეჩხუბება. ეს არის იქ სამზარეულოში დასადები. სახურავის, აი ქვაბის სახურავის, კიდე კოვზის, გაზთან რა მოკლედ. ჩემი შვილი მე მგონი ადამასდის. აი, ნახეთ რა ლამაზია. კიდევ გვაქვს შავი ელასტიკუ. არაფერი, ჩაოლებელი შავი ელასტიკი არის. ვაჭამო ამას. ვაიმე, ქეთათოს მისამაგრები. ქეთათოს მისამაგრები. ესეთი და ნახეთი. სამმანეთად რამდენი ვიყიდე. წადით, აბა აქ იყიდეთ სამმანეთად ამდენი. ჩამოიტანე და თითოს ყიდიან სამმანეთად. ეს ვადი უჩებ ნახოთ. ვაიმე სათვალები. კოკოსანელის 10-მანეთიანი. ნამდვილად კოკოვასანელი. როგორ მიხდება. სულ ეს იყო მედობლებო, სვალკა თუ გაქვთ ვინმეს, მეც მაქვს სვალკის აპარატურა. სვალკაზე მუსაობას დავიწყებ. წავალ ხა ამას წონიას ვაჭმევ, თორე ვერ ხედავ თავი ვერ მომიწესრიგებია. რა ამანათის გადაღება გადავწყვიტე. აბა შემახედეთ რა დევშიგნი. რა დევშამხუთში. ოჰო, მოიცემარ იასამისფერი ვერ დავინა. ნილესეს ნამცხვარი მათ მოგეწონებათ, ვისაც ვანილის მძაფრი გემოგიყვართ, პირადად მე არა. ეს მეორეც დიდად არ მომეწონა და მესამე ყველას ჯობდა. მოკლედ დღევანდელი საღამოც დამთავრდა ტკბილეულით.